აქ შეიძლება ამ მაღაზიის რეკლამა ყოფილიყო, სადაც ვიყიდე მე ეს გამაღიავებელი, მაგრამ არა, თქვენ ძალიან კარგად იცით, სად შეიძლება პორციებად იყიდოთ თმის გამაღიავებელი, თუ მაღაზია არ იცით, მიმართეთ ნებისმიერ უბნის სალონს, სადაც ცხოვრობთ, რომელ ქალაქში არ უნდა ცხოვრობდეთ და თხოვეთ, რომ მოგყიდონ ერთი პორცია გამაღიავებელი. სასურველია, რომ იყოს 6% და გეტყვით რატომ. რაც უფრო ნაკლები პროცენტით იღებავთ თმას გამაღიავებ, მით უფრო ნაკლებად იწვება. ფხვნილი უნდა იყოს პირობითად 50 გრამი და 100 გრამი უნდა იყოს გამხსნელი. თუ ჩემზე მოკლე თმა გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ ფხვნილი 25 გრამი და 50 გამხსნელი. ფხვნილი და გამხსნელი ამ შემთხვევაში 6%-იანი. აი ეს არის ზეთი, ჩვეულებრივი საჭმლის ზეთი, რომელიც გაქვთ სახლში, იქნება ეს ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის თუ რა. დაახლოებით 2 სუფრის კოვზი და შეურიოთ ჩვენს გამაღიავებელს. ახლა მე თუ აქ მქონდა 6%-იანი გამხსნელი, ჩათვალეთ, რომ ზეთის დამატებით ის გახდა უკვე 3%-იანი, რაც ძალიან კარგია წითელი პიგმენტისთვის. ვისაც წითელი პიგმენტი გაქვთ, ეს არის უებარი საშუალება. ზეთი იცით რა შვება? არანაირი წვის შეგრძნება არ მაქვს არც კანზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ვისაც გაგიღიავებიათ თმები, იცით როგორ დისკომფორტი ახლავს თავს და როგორ დისკომფორტი ახლავს გაღიავებას. გეფხანებათ, გეწვით, შემდეგ გიწითლდებათ კანი შუბლზე. ზეთი კი იცავს ჩვენს კანსაც, არა მარტო თმას დამწრობისგან. ჩემმა თმამ უკვე დაიწყო გაღიავება. არ მომბაძოთ. იმდენჯერ მკითხეთ, როგორ იღებავ თმას, აი ასე. კაი. 1 საათში დავბრუნდები, საათნახევარში. აი გავიდა 1 საათი, საათნახევარი და ჩამოვიბანე. შედეგს თავად ხედავთ, ოდნავ მოყვითალოა ეს ჩემი თმები, თუმცა წითელი პიგმენტის მოშორება ასეთი მარტივი არ არის. 3 დღეში იგივეს გავაკეთებ და ზეთის წყალობით, რომელიც გამაღიავებელში ვუქენი, კანი ძრბილი მაქვს და თმაც, რა ვიცი, ჩვეულებრივი სტრუქტურის. მიუხედავად იმისა, რომ არც ზეთი, არც კონდიციონერი და არც არაფერი, არც დამატენიანებელი, არაფერი არ დამიტანია, მხოლოდ შამპუნით ვიბანავე და გამოვედი. ძალიან გთხოვთ არ მომბაძოთ, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში შევისწავლე ჩემი თმა, რას და როგორ იტანს. წარმატება მინდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ არ მომბაძოთ არაფრით.